მოგესალმებით მზიანი ბათუმიდან. ეხლა ამზე, მაგრამ დღეს უკვე არაერთხელ იწვიმა და იმედია აღარ იწვიმებს და გეტყვით რატომაც. ეხლა კი ბათუმში ვართ ჩვენ, შარშან ხო ვიყავით G82 და F80-ით. ეხლა შემოვატრიალეთ ყველაფერი და ვართ F82 და G80-ით. თან რა G80-ია ნომრებს რო შეხედავთ მიხვდებით და რისთვის ვართ ბათუმში. ბათუმში ჩასვლამდე კი ყველაფერი თბილისიდან დაიწყო. გზა გეზმოტორსიდან დავიწყე და მთელი მგზავრობის განმავლობაში კამერა თითქმის არ გაგვითიშავს. ბევრი საინტერესო მომენტი დაგვიბრუნდა, თუმცა ყველაფერს ახლა არ გაგიმხებთ. დეტალურად კი ხელოს ვიდეოში ნახავთ. გზაში მისი მანქანის პრობლემებიც მოვაგვარეთ. ეხლა ნახე 7 ჩეკის ხმა. 1 2 3 4 5 გვიანებს. გაჩერდა 5-ზე. გაჩერდა 5-ზე. ბიჭო, რულაოს პრობლემა აქვს? ცუდად ეს რა არ მომწონს. ამანქანას ყიდის ხო? აი! ეს ბიჭი ამანქანის ღირსი არ არის. მილებზე უდგას პრიბორი და 200 აწერია. გაუსწორეთ სამა. ამასიზავს. MPG-ზე უდგას წვა ბიჭო. დისტანცია მილებზე უდგას. თორქი LB-ფიტებზე უყენია. PSI-ებზე დგას. ტემპერატურა ფარენგეიტზეა. შაია. სანამ ბათუმამდე მივახცევდით დაგვაღამდა. ღამის გზას კი თავისი ხიბლი აქვს. მაგრამ ბათუმში შესვლა სულ სხვა შეგრძნებაა. განათებული ქუჩები, ზღვისპირა ატმოსფერო და ჩვენი მანქანები, რომლებიც ღამის ფონზე კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ. სიმართლე რომ ვთქვა, ბათუმი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია. აქ ჩამოსვლა ყოველთვის განსაკუთრებულად მიხარია. ყველაზე მეტად კი ის მომენტი მახარებს, როცა ქუჩაში თქვენ გვხვდებით. თქვენი მხარდაჭერა, თბილი სიტყვები და ემოციები ჩემთვის უდიდესი мотиваციაა, რომ კიდევ უფრო მეტი და კარგი ვიდეო გადავიღო. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ბათუმში ვიზიტი და აქ ვიდეოების გადაღება პატარა ტრადიციად ხომ არ ვაქციო. რატო ვართ ბათუმში? ვიღებთ ჩელენჯებს. ხეროს არხზე დაიდება ჩვენი ერთი ჩელენჯი, ხოლო ჩემ არხზე უნდა გამოვიწვიოთ ხერო, იმიტომ რომ რაღაც ბევრი სადაო რაღაცა იყო და მინდა რომ ბოლო წერტილი დაუსვა ყველაფერს. სალამი. იო მანეგა. მოკლედ, მაგაზე მე არ დავოფრო, დრაგში მე ვარ, დრიფტში შენახარ. მაგაზე არ დავოფრო. ცოტა შეთვითონ ეჭვი ხوار შეგეპარა, დრაგზე რო დაიწყე, საუბარი. არა, ჯერ დრიფტში უნდა დამეწყო, რომ ანუ შენი თამასა ამეწია, მაგრამ დრაგი წამომწდა რა, წინ დავაყენე. მე ვარ, აი ეგრეთ, რაღაცა არ მომწონს, შენი ხოდი, ბრატ. ხმელეთის დრაგში რომ მე ვარ, ზღვის დრაგი შენ არხზე დაიდება. ხმელეთის დრაგზე მე მგონი ლაპარაკის ზედმეტია. არა, რა დრაგზე მეც გამოდიოდი ხოლმე და ბევრს გავასწარი ხა. ბიჭო, რო გამოდიოდი რაკენი? რამოდენიმეს გავასწარი. მე გამასწრო. არა, ბურთი რო წაიღე სახში, რატო მაგას არ არა? ეგ აღარ მინდოდა რომ ჩატარებულიყო ეგ დრაგი, ვაფშე მეთქი თუ ვერ მოვიგე, ვაფშე არ ჩატარდეს დრაგი. ხე რომ ბურთი წაიღო სახში, ანუ ეს რას ნიშნავს, ვინც 90-იანელები ხართ ყველანი მიხვდებით, თვითონ რო აგებდა და დაამუღალა, მთელი გზაზე ზეთი დაღვარა, რომ აღარ ჩატარებულიყო. ნახე, 412-ზე ვერ მოვახერხე, 400 მეტრზე დავღვარე. და ბოლო 2 მეტრზე გათავდა. და მე გათავდა ეხლა. სხვა შორის იზრავი გადარჩა. დრაგში მე ვარ, დრიფტში შენახარ. მოდი ეგ მე ანუ დრიფტს რა თქმა უნდა, ოკეი, მე და შენ შორის მე ვარ, მაგრამ დრაგის თემა მოდი ცოტა ჩაუღრმავდე დრაგს. ხმელეთის დრაგზე ამბობ? ხმელეთის დრაგზე ვიზახ თავის. და ამანქანის იმედი გაქვს? რასთან ამასთან? ესაც ხო დაანასტროიკებული ხო რაღაცა. დაჭალიჩარია. და ეს ჩემი არის სტოკი. გამშვები გაკეთებულია. ხო, ნახე ამაზეც დაუნფაიფი დგას. ხო. და ანუ რაღაც წერია რა. ჩემთან არ წერია. ნახე, ანუ ბიჭო, ამას 450 ცხენი აქვს. შენსაც რამდენი აქვს? 503. სტოკში აქვს 503, მაგრამ გამშვები გაკეთებული პლუსში უეჭვი. კლიანი გამსვლელი გაკეთებული გქონს. კი. ხო, ანუ კლიანი ტრასა გაკეთებული. და მაგას გეტყვი, რომ ჩემა X3 ქარხნულს უწერია, ჩემი არა კომპეტიშენია და 480 უწერია და საბურავზე დაწერა 503.
არა 508. ჩემ მანქანას 559-ზე მეტი არ ექნება. რაღაც გამართლებებს იწყებ ეხა რომ მე თუ წააგერო ეს არა ბიჭო რას უნდა წავაგო 1900 კილოა. აი იმის ბრალია, გამშვების ბრალია, საბურავია მეყენა, სპირტი დამრჩა თელავში, აი ეგეთი. პირს საერთოდ არ ჩავასყა, არ ვიკადრებ რომ სპირტი ჩავასყა. მეტი გესში რო ოქტამბუსტერი ავიღე ეგ ჩავასყა. სპირტს არ ჩავასყა. ოქტამბუსტერს მეც გავუშვი. ნახე CS-ია და მსუბუქია რა. მეც არაფერს არ გეტყვი. ხო და მანქანების დრაგზე დატოლებას ცოტა ხანი თავი დავანებოთ. გავიდეთ კარტინგებზე. დავაი. იქ გავარკვიოთ. ესე იგი ნეიტრალურს უბერავ. ნეიტრალური შევცხოთ და გავიგოთ იქ ვინ უფრო ჩქარია და მანქანების დრაგზე გეტყვი ერთ რამეს რა. შაურმა შენ წააგე ხო? არა. კაი, ხეროს ვიდეოს უყურეთ და დაწერეთ რომ წააგე ხერო, შეიგნე ხერო რომ წააგე. ერთი წამი. არა, შეიძლება წავაგე, მაგრამ მე მინდა რომ მაყურებელმა ნახოს და თვითონ შეაფასოს. ანუ ჩემი რა, ზოგადად მაყურებელი თუ დაწერს რომ შენ წააგე, მე ვაღიარებ რომ მე მაგაზე არ მაქვს პრობლემა. თუ წავაგე, ბაზარი არა. ნუ აჭარულები იყოს ყისიერი ჩაბარება, ესე რომ ვთქვათ, ლაშას მამა დღეს ვერ გარდაიცვლება. ასპირინი უნდა გვედოს. და რომ გამოვალთ, ესევე ჩაბარება იქნება. რაც შეეხება მანქანების დრაგს, იყოს შემდეგი ვიდეო და ცოტა თამასა გავზარდოთ რა, შაურმაზე და აჭარულზე არა. აი რამე ისეთზე დავნიძლავდეთ რა. აი ბიუჯეტი გავზარდოთ რა, ოღონდ ანუ გავზარდოთ რა 100, 200, 300-ის თემა არა. კარგად გავზარდოთ რა, მსუყეთ. ეხლა ვერტფრენი გიყიდოს ხერო არ დაწეროთ. ანუ ეგ კაი იდეაა, ნახე. ნამეტანია. შეუძლია შენ მაყურებელს, ან ვინც იქნება, თვითონ დაწეროს, რაზე შეიძლება მე და ბუბუ დავნიძლავდეთ. კომენტარებში დამიწერეთ, რაზე შეიძლება ხეროს დავენიძლაო. ოღონდ ანუ რამე ისეთზე რა, ცოტა არ გზე რა, იმიტომ რომ ვიცი რომ უეჭველი დავახლით რა. აი მაგასაც ნახოთ ვინის დაახლის. კაი, всё, წავედით. ოღონდ ნახე, საბურავს რასაც გვინდა, როგორც გვინდა, ისე ვაყენებთ. შენ ეხა სლიკები გაქვს ნაყიდი და სლიკებით გინდა დამიდგე? არა, რავი, რაც არის რა, დავაყენებ რამეს საბურავს. არა, ერთი წამი შევთანხმდეთ სლიკზე თუ არა, იმიტომ რომ სლიკები მე არ მაქვს ეხა რამე შესაბამისი რომ დავაყენო. შენ დრაგზე გამოდიხარ და სლიკები შეიძლება გქონდეს. წვიმის სლიკი მაქვს. ხო და ეხლა. კაი. 18-იანი დიდი სლიკი? არა, ქალაქში. პოლო სლიკი? პოლო სლიკიც არა მაქვს, ქალაქის საბურავზე შევთან. ქალაქის საბურავია. უნდა ვიყიდო მაშინ და უნდა დავჩალიჩო. დოტ დაშვებით ქალაქის საბურავი მაქვს ჩვეულებრივი. გაცვეთილი 30%-ზეა რა. ანუ ქალაქში უნდა დიხარ. Street legal საბურავზეა საუბარი, არა სლიკი. აუ, street legal და გამახსენე ახლა რაღაცეები. ჩვეულებრივ ქალაქის საბურავს ვაყენებ რა. ქალაქის საბურავზეა საუბარი. რო არ დავიწყოთ ხა ჩალიჩი და რაღაცა. მაგ რა რაღაცები მიყრია რაღაცები. მე და всё. ეგ არის, წავედით ახლა. წავედით. მოიცა, კარტინგებზე როგორ ვინძალდებით? საუკეთესო დროებით, ხო, კარტინგებზე როგორც არის ხოლმე? ხო, საუკეთესო დრო რო დაეწერება, ეგ არის მოგებული. ხო, მაგის მიხედვით წყდება ჩვენ შორის გამარჯვებული. შენ რაღაცას აპირებ ეთყობა ისე თქვი რას აპირებ? ისე დამიკონკრეტე რომ მე სად მოვდივარ. შენ მარჯვნივ რატომ მიდიხარ? სილვით არ ხარ. ის ბავშვი დადის 22 და 5-ში. დაივიწყე, ვერ ვაჯობებ. არა, რას ვაჯობებ. ანუ მე ვფიქრობ, რომ მეორე ბავშვი დადის 27-ში. ხო. შენ რას ვფიქრობ, ჩვენი დრო რა იქნება? 32-33. 33? მე არ მივლია აქ. შენ როგორც იცი, ნავალი გააქვს აქ. დროები არ მახსოვს საერთოდ. ესო ისაც უნდა გაითვალისწინო, რომ კარტინგები ამათზეა მორგებული, მსუბუქები არიან. არა, და გამოცდილებაც მეტი აქვს. არა, ბიჭო, ეს ამბავს არ დავეჯერებ. ძალიან მაგრები ყავთ და ძალიან კარგად უხსნიან რა უნდა გააკეთონ და პრო კლასის ბავშვები არიან. ხო და მე ჩემი, ანუ როგორც ეგეთი კალცო და კარტინგის თემა სამოყვარულო თემაზე ვიცი. 33 ალბათ, ხო? კი, ეგრე ვფიქრობ.
ეს ბავშვები ვარჯიშობენ, ან მოსულები არ არიან. იმენა ვარჯიშობენ. აშკარად იმენა სავარჯიშო თემა. ხო. აქ რო წარმოიდგინე, ხაი ყოველდღიურად რო იარო რა, კვირაში 4-5 დღე, რა მაგრად დაამუღავენ ტრაექტორიებს და რამდენად კარგად იგრძნობ კარტინგს. და კარგად წინს. დავი, კარგად რა გითხრა ეხა. აუ, რა მაგრად ასწო. ამას შეხედე, პროსტო. ყველაზე მეტად აი ტრაკზე რო ვინმეს უკანაზე ხარ და რო ეძებს სად გადაასწრო. რამდენი ხანს ვარჯიშობ? რამდენი დღე? კვირაში 3-4 რა. აუ რა მაგარია. ოპა. ეს ბავშვი აშკარად ერთ-ერთი ის არის, კაი ტიპი არის, ხო? ყველა თითქმის საშუალო დონე არიან, ვინც ყველაზე მაგარი მყავს, ის ამცუთა ფაზისი არ არის. ის ცოტა მოაზროვნე ბავშვია და ვინცა 11 წლის ახლა აი ესენი დადიან ახლა მინი კლასის რა, ძალიან პატარა კლასია ეს ნორმალურია. ისიც ეს მაგით უნდა დადიოდეს 12 წლამდე ამათი კლასი, მაგრამ წონაშია 65 კილო და ჯუნიორი და დადია რა და დადის ორტექსელი 31 წელიანი მანქანით ის ამასთან შედარებით არის როგორც M50 დროს რეალობ და მე როგორ გადადიხარ LS-ზე რაღაცა ორტექსელი. აურია M50 ტურბოზე არ საუბრობ. ახლა თავი ცალვანუსიანი M50. ეხა მე მაქვს ეგეთი იდეა. თუ ძალიან იწრიალა მანქანებმა დრიფტის წესებზე გადავიდეთ. რასი? ბიჭო, რასაც ამ ბავშვებს უყურებ, არიან 40 კილოები და უკვე დრიფტის წესებზე გადავიდნენ და უფრო შენ ხარეს ვიხრები და მე ვიჩაგრები რა. ხო და დრიფტის წესების მიხედვით შევაფასოთ ბარემ ტანდემში. ბიჭო, არა. რა? სამი მაჯობე. რა? ჯო ეგ რაიც ხო ზოგადად ბევრმა ბლატაობა. აუ. ნახე, თან დროების ხო დაიწერება ეხა. ხო და მე ძალიან მიხარია რომ შენ მიკიდო არ დაიწყე. არა, ნახე, ბაზარი არა, ბესტლაპი ჩემზე კაი ქონდა, მაგრამ საშუალო დროზე ამოგდე. საშუალო დროზე არა იხსე. დამიტრიალდა და კიდე დაგეწიე ხო არ მეღადავ. სამშველობა აქ დაგიტრიალდა თუ გადაგიტრიალდა. თავშია ბიჭო, მანქანა დამიტრიალდა და კიდე დაგეწიე. ნახე. დაჟე მე მეორე კრუგზე მიდოდა შენი დაწევა. პროსტო აგვაცანდეს. ნახე. best time იქონდა ჩემზე კაი. 2000 არ არის. best time-იც და მეორე კრუგზე გეწი. რო დამიტრიალდა კიდე გეწეოდი. საშუალო დრო შენზე კაი მქონდა. აზრი არა. როგორც ნახე რა ცოტათი მქონდა შენზე კაი. აზრი არა. ეხა ფურცელზე ამობეჭდი და საშუალო დრო ჩემი ის წრეც დაითვალა რომელიც დავატრიალე ვაფშე. რატო დაატრიალე? დამიტრიალდა. ვის ჩემი შეცდომა? არა. ეგ არის შენი შეცდომა. მაგრამ მე ხო კიდე დაგეწიე, ტრაქზე ხო დაგეჯექი. ხო ვერ გამასწარი.
ანუ ერთად წავედით. ატარიალებულზე კიდე დაგაჯექი ხო ვაფშე როგორ იგებ ხმარ ხო და ერთი რანი ქონდა ჩემზე კაი. ეს მინაჩი ვინმე მასწავლეთ ამას როგორ ასნიშნავს გასტრება. რა შემილია. საშუალო დრო შენზე კაი მქონდა. მაგრამ არა, ჩვენ რაზეც დავდეთ სანაძლეო, ეგ სანაძლეო მომიგე. ვაღიარებ. ან მომიგე რა გავაკეთო ეხა. ჩემზე კაი დრო ქონდა, იმიტომ რომ აქ დადიოდი შენ და მალავ. ნავალი გაკ. ნავალი. არა, კაი დრო ქონდა. მე, ოღონდ მე მეგონა რომ ამ დროებსაც ვერ დავწერდით. საუკეთესო წრეები არის. ხო, პირველი რა. არ წამით მაჯობე. რომელი გეკუთვნის მითხარ? ბიჭო, ეხა მე შენ მოხსენ კარგჩევას, ნახე? აი მე რო კარტინგით გამოვალ, აი შენ თუ გიშველის, აი ეს თუ გიშველის, აი ნარავნეთ რო ვიაროთ რა. ბიჭო, ნახე, არა, ისე რო ავიღოთ და ბევრი რო არ გავატრაკოთ, 2-2-ია. რაში? დრიფტი ხო შენია, დრაგი ჩემია. პლუს მაგას წყლის დრაგიც ჩემია. ვერ მივხვდი. ყავს რამე იმის შესახებ. ასფალტზე გაგასწარი იქ. სად რომ მოვდიოდით, მე დავდგეთო რომ მეუნებოდი რომ მარშრუტ კამერ გაცინი და გამასწრებდი. მე კატერებზე მაგარი საორჭოფო გაიჩითა. აუ, კატერებზე თუ საორჭოფო წავიდა, აჰა, ძმაო. ღეროსარზე გადადი და პროსტ აი ისეთი ჭინჭყლი ტიპია, რომ 4-0-ზე მეუბნება 2-2-აო რა. მე მაგ კარგი იდეა. ხაურე? მაყურებელი ახლა ვინც გვიყურებს? ამო პირველს მოდი. აჰა, მოვედი. მაყურებელი ახლა ვინც ბიჭო, გვიყურებს? აქ რო დგევა როგორც მაინც შენზე მაღალი ვარ. ანუ მაყურებელი ახლა ვინც გვიყურებს? თვითონ დაწეროს შემდეგი ჩელენჯი ჩვენი რა შეიძლება იყოს. აი. და იმაში გავაჯიბოთ. თქო საავტომობილო თემაში გავაძროთ მაინც. ანუ იმენა მანქანი, ანუ სარბოლო თემაში. მატორიანი რამის თემაში, ველოსიპედით და ფეხით ვერ დაგეჯიბრები. ბაიკებით და რაღაცეებით მე არა. მე პას. ველოსიპედი კი, ბაიკი ვერა. არ მოიცოდე. მატორიანი იყოს, ოღონდ ორთვალა არა რა. ხო. всё, გაწერეთ კომენტარებში. გინდა თბილისის სხვა, გინდა. თუ გინდა ჰაერი, ჩემს არ აქვს მშობა რა. მაღალი რო არ კი ანიშნავს რაღაცით პრიორიტეტშია. დაწერეთ და ვნახოთ. არხის გამოიწერებ არა? კაროჩი გადაწყდა, წყალი ჩემია, კარწინკი შენია. აი, ხმელეთი ჩემია, წყალი შენია. არა, დრაგი შენი არ არის. დრაგი თუ ყავს რამე ჩქარი, ან შენ თუ ყავს, აი, ალექსანდრე ხეროდინაშვილზე თუა? ხეროდინაშვილზე თუა, რამე გაფორმებული და არის ჩქარი, გამოიყვანე. ჩემზე ბევრია გაფორმებული. ნიშნულობა არა აქვს. გამოიყვანე, მე ჩემს ცოლს მანქანით აგეჯიბრები. შენი ცოლის ჩემს სახელზეა გაფორმებული. просто ვაჩუქე, მაგრამ ჩემს სახელზეა რა. აი, იმაზე მეუბნები, სამზე მატყუებს შუა. ლაშას მაგარდა. და მოგვიანებით გნახავთ. აი, იმ კალიცოს თუ მივწდები, რას იკისრებ? არ დაგავიწყეს, რომ ერთი ფეხი არ მაქვს. კარტინგებში გაგასწრებინებ შემდეგში. არა, რამე ისეთი რა. აჭარულზე ლუდი იკისრე. ერთ აჭარულ, კაი, ლუდს მე ვიკისრებ. კაი. თან ერთი ფეხი არ მაქვს. არა, თუ შენც მიწდები, გავარასხოდოთ. კაი, დავარ. მარცხენა ფეხით ხტებით, ა? მეც მარცხენა ფეხით დავხტები. შენცაცია ხარ, ხო? არა, ვაცას. მარჯვენა რულიანზე ხარ მჩოუთ. იახლოს მაღალი. მზად ხარ? ბურთი მოიტანე ჩავტენი დაში. ალექს, ვერ დაადებ. დრო დაამონტაჟო და აი ესე რო ვქნა და ზემოთ რო ამწიო ცოტა მონტაჟით. აქციოს, ხო? თუ გინდა ერთ ტრიქს გასწავლი. არ მინდა. ნახე, უნდა აპრავდანიები უნდა. სკვირი აქ აწეული რა და შეგიძლია გვერდიდან თითი მიადო. არ მინდა, შენ აპრავდანიები. კაი, რეშევ სირცხვილია. თი არ გამეჭი. ბადეს, ხო, ბადეს თუ მივწვევი. რომელი ხელი მიარტყი? მარჯვენა. მარჯვენა მიარტყი, მარცხენით ახტი. აი, იცადე. რას ფეხი მომძვრა, იმის მერე აღარ ამხტარო, არ და გული ამომივარდა. აუ, იქ რა. მოიცადე, გამსიმაღლეა ვნახო. ბიჭო, მაღალი ყოფილა. ანუ. მე ვიცები ამას. აისა. ბევრი თუ დამაკლა უნდა დამონტაჟო, ძმაო. არ შევწყვე. აისა. მასღარა ხარ, ნახე, აი დაჟე, ნახე, გამოქცევას არ მინდა, უყურე. მე ხო ტაიკვანდოში თუ რაზე დადიოდი? აიკიდოში არ გეჯიბრები, ხო და კალათბურთზე რა გიქ. კარატე, ბიჭო. დაჟე თუ გინდა იმაში ტურნირზე აწევაშიც დაგეჯიბრები. ბაგირზე აცოცებაშიც. ბაზარი არა, მაგ აჭარულს გისრულობ რა. просто აიცოდე რომ
ანუ სანაძლეო მართლა ერთ ლაპზე იყო, მაგრამ ისე კი. ოფში მე მოვიგე. ანუ ოფიციალურად მოგიგე არა, სანაძლეო რაზეც დაუნზავთ მომიგე, მაგრამ ფორმულა 1-ზე ვინ უფრო სწრაფია, ვინ იგებს, ვინც ერთ წრეს იგებს თუ ოფშის აი იგებს. ხა ჭინჭყელზე ლაპარაკობ ზე. არა. ჭინჭყლო, აბა რა შვები. აი შენ ისეთი მეჭინჭყლე რომ მე რო ეს გეჭინჭყლო ხო და მე. მაგას გემ აზრი არა აქვს. არა, არა, ბიჭო, კისრულობ თქო, მაგაზე კი არ გედავები. ლუც მე ვიკის. ნახე მარჯვნივ როჯდებოდი ხედავ. ხო და ოღონდ იცოდე რა რომ არაფერი ძმაო, დრაგზე წააგე ახაც წააგე, არა უშვის. დამარცხლებული, მოგებული ძმები არა. ეხა ნახე რა ვქნა? ვერ ისწავლა. რა უნაქნა შენ მანქანას ესე შეუძლია? დაუწიე? შენ მანქანას ესე შეუძლია? ნახე აი, ხო ვსგევარ, დეში მაქვს ჩაგდებული რა. ვაიმე. უშველეთ ამას. ვინმე